ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსში ისეთი კომპლექსური ცვლილებების შეტანას აპირებს, რომ ამისათვის მმართველ პარტიას ახალი ორგანული კანონის მიღება დასჭირდა. ეს ცვლილებები ძირითადად აკრძალვებს გულისხმობს. მოკლე განმარტებით, აიკრძალება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან. აიკრძალება აუდიო მონიტორინგი კენჭისყრის შენობასა და კომისიის სხდომებზე. საარჩევნო კანდიდატების სიაში ყოფნის უფლება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრებს ექნებათ. კომისიის წევრობა აიკრძალება ნასამართლელ პირს, მათ შორის იმასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. ყველაზე ხმაურიანი ჩანაწერი საარჩევნო უფლების ტერიტორიული საფუძვლით შეზღუდვა გახდა. კანონის დამტკიცების შემდეგ საქართველოს მოქალაქე ემიგრანტები საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, რადგან სხვა ქვეყნებში საარჩევნო უბნები უბრალოდ აღარ გაიხსნება. კანონის ავტორები ქართული ოცნებიდან ამბობენ, რომ ეს არა შეზღუდვა, არამედ მოქალაქეების დახმარებაა, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ და ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენაში არ მოექცნენ. ამისთვის კი არჩევნების წინ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. არაერთ ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც უცხო ქვეყანაში არ იხსნება საარჩევნო უბნები. მაგალითისათვის იგივე არის ირლანდიაში, ისრაელში, მალტაში. არავით არის შეზღუდვა არ არსებობს ემიგრანტებისთვის, რომ მათ არჩევნებში არ ქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი აზრი დააფიქსირონ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე დეზინფორმაციის გავრცელების ნიაღვარში შესაძლებელია პირებს არ ქონდეს სრული ინფორმაცია რა ხდება ქვეყანაში, ამიტომ 4 წელიწადში ერთხელ ადამიანებს, რომელსაც აქვთ სურვილი, რომ აირჩიონ ხელისუფლება, ერთხელ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. არანაირი манипуляციის და არანაირი სპეკულაციის საფუძველი არ აქვთ ამ რადიკალთა მიერ წაქეზებულ, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომ თითქოს რაღაცა ჩვენს თანამოქალაქეებს რაღაცა ხმის უფლებას ვართვეთ, საშუალება ექნება, რომ ჩამოვიდეს საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში, კარგად გაეცნოს არსებულ სიტუაციას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ინფორმირებული არჩევანი ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით თავს დააღწევს აი ამ უცხო იურისდიქციის გავლენისაგან არჩევანის გაკეთებას და მეორე კუთხით კი ის მიიღებს ობიექტურ გაუფილტრავ ინფორმაციას. ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციიდან ღიად ამბობენ, რომ ეს ცვლილება მმართველ პარტიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის სჭირდება. ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა კი იმას ემსახურება, რომ საზღვარგარეთ ძირითადად ხელისუფლებაზე განაწყენებული მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებიც მხარს ოპოზიციას უჭერენ. მათი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვით კი ქართულ ოცნებას მეტი შანსი ექნება საკუთარი მხარდაჭერებისა თუ მათივე თქმით სხვა манипуляციების ხარჯზე უფრო უკეთესი შედეგი მიიღოს. როდესაც ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, უგრძალავს ჩვენს ემიგრანტებს ხმის მიცემას, რა თქმა უნდა, ეს ცალსახაა, რომ არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. საარჩევნო კოდექსის მსგავსი ცვლილებები, რაც ამ შემთხვევაში არ მარტო ემიგრანტებთან მიმართებაში არის ცვლილებები, სხვა ბევრ ნაწილში შედის ცვლილებები. ეს პირდაპირ მიმართული არის ოცნების მიერ შემდეგი არჩევნებისთვის, ასე ვთქვათ, გაყალბების მექანიზმების მათ სასარგებლოდ მორგებაში და გამარტივებაში. ქართული ოცნება ყოველთვის ცდილობს რაღაცების გაფუჭებას, თუმცა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენი რწმენით ყოველთვის აქვს აზრი, მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ოპოზიციის, საერთო პოზიციების სწორი სტრატეგია და ამ პროცესში აგრეთვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარსული სტრატეგიების გადააზრება, რათა თავიდან ავირიდოთ წარსულში დაშვებული შეცდომები. ასეთი სწრაფი განვითარება მოვლენების და საარჩევნო კოდექსის ცვლილებები რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ისინი 2028 წლამდე არ ემზადებიან ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩასატარებლად, ჩემი ღრმა რწმენით ისინი განიხილავენ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ოღონდ არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, არამედ არჩევნები, სადაც ემიგრანტები ხმას ვერ აძლევენ, სადაც დამკვირვებლები არ არიან და სადაც პოლიტიკური პარტიების კრიტიკული უმრავლესობა პროდასავლური ძალების არ იქნება ბიულეტენზე წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ეს არის ქართული ოცნების მთავარი სურვილი და გეგმა. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც ხმაურიანი ფართო განხილვა მოჰყვა 19 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგ კი ერთი დეპუტატი წავიდა გახარია საქართველოსთვის პარტიიდან. განხილვის პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.